ეროვნული ფორუმის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანი მიროტაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატმა პარტიიდან ზურაბ ჩუბინიძემ წინასაარჩევნო კამპანია დაასრულეს. შემაჯამებელი ბრიფინგი კანდიდატებმა პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებთან ერთად სოფელ რგანში გამართეს და მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს. ეროვნული ფორუმი 8 ოქტომბრის არჩევნებში 26 ნოემბრით მონაწილეობს. მე დღეს აქ ჭიათურის რაიონის სოფელ რგანში ვასრულებ ჩემ წინასაარჩევნო კამპანიას რგანში, რომელიც ძალიან დაზიანებულია და რომელიც ძალიან დანგრეულია და ასეთი რამდენიმე სოფელი არის ამ რაიონში და ეს ნიშნავს იმას, რომ უსწრაფესად არის დასაწყები ბრძოლა ამ რაიონის გადარჩენისთვის, იმ ადამიანების გადარჩენისთვის, რომელიც აქ ცხოვრობენ და რომელთაც აქვთ უფლება რომ იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში და სწორედ ჩვენ ეროვნული ფორუმი ვაპირებთ რომ დავიწყოთ აუცილებლად უსწრაფესად დავიწყოთ პროგრესი, აუცილებლად უნდა შეჩერდეს ნგრევა და რეგრესი და მე ვარ დარწმუნებული რომ ეს აუცილებლად დაიწყება 8 ოქტომბრიდან. ასევე ვარ დარწმუნებული იმაში რომ ეროვნული ფორუმი აქ ჭიათურაში აუცილებლად გაიმარჯვებს და უზარმაზარი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში იყო ჩემთან ერთად, ყველა იმ მხარდამჭერს, რომელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემთან ერთად ჯერა, რომ შანსი ამ რაიონის, ამ ქალაქის გადარჩენის არსებობს. რასაკურველია ეს საქართველოა და ამ საქართველოში ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი სახლი, ჩვენი სოფელი, ნამდვილი ადამიანები, ნამდვილ საქართველოს აშენებენ. ნამდვილ ადამიანებს შეუძლიათ რომ იზრუნონ საკუთარ სახლზე, საკუთარ ოჯახზე, საკუთარ ქვეყანაზე და საკუთარი ქოლგის ქვეშ შეიფარონ ადამიანები, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჭიათურის მოსახლეობას და მადლობა გადაუხადო თანადგომისათვის, მხარდაჭერისა და ნდობისათვის. არჩევანი, რომელსაც ჩემი ქალაქის მოსახლეობა გააკეთებს 8 ოქტომბერს, დარწმუნებული ვარ, იქნება გონივრული და სამართლიანი.